დღეს ვენეციაში იმაზე მეტი ტურისტია, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებელი. ქალაქი ყოველწლიურად 1000-მდე მუდმივ მაცხოვრებელს კარგავს და ვენეცია ცოცხალი ქალაქიდან ნელ-ნელა გიგანტურ მუზეუმად იქცევა. დღეს მოგიყვებით იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს ეს ფაქტიურად წყალქვეშა ტყეზე აშენებული ქალაქი გადარჩენას, სადაც კანალიზაცია არ არსებობს და კვადრატული მეტრის ფასი კი 15,000 ევროს აჭარბებს. ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. მოდი თავიდანვე შევთანხმდეთ. ეს არ არის ჩემი მოგზაურობის პირადი დღიური. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ჩემი არხის ერთგული აუდიტორია ყოველთვის ელოდება. მოგზაურობას რაც შეეხება, კი მიმოგზაურია მარტოც, მაგრამ თუ ამ მოგზაურობას ემოციის და ინსაიტების გაზიარება არ ახლავს თან, მარტო ხეტიალი ჩემთვის ნაკლებად პროდუქტიულია. ამიტომ ვენეციაში რა თქმა უნდა მარტოც არ ჩამოსულვარ და მოკლედ გადავწყვიტე, რომ სადაც კი აღმოჩნდები, გაგიზიარებთ ინფორმაციას, რაც თვლი რომ საინტერესო იქნება თქვენთვის. რაც შეეხება ვენეციას. პირველი, რასაც ამ ქალაქში შემობიჯებისას თუ შემოცურვისას აღმოაჩენ, არის სწორედ ის, რომ აქ უფრო მეტი ტურისტია, ვიდრე ადგილობრივი მაცხოვრებელი. დღეს აქ 50,000-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა რეგისტრირებული ტურისტული საწოლების რაოდენობა 50,000 აჭარბებს. ქალაქმა ამ ისტორიულ და სიმართლე გითხრათ საკმაოდ სევდიან ნიშნულს პირველად 2023 წლის სექტემბერში მიაღწია. აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ ვენეციასა და სხვა ტურისტულად გადატვირთულ ისტორიულ ქალაქებში სასტუმროებსა და გესტჰაუსებს ეკრძალებათ ლიცენზიაში მითითებულზე მეტი საწოლის განთავსება. ამიტომ ისინი საწოლების რაოდენობას ოფიციალურად არეგისტრირებენ. ვენეციის მთავარი საიდუმლო მის ქვეშ იმალება, რადგან როგორც ვიცით, ეს ქალაქი მთლიანად ჭაობზე არის გაშენებული. ანუ ამ ქალაქის საძირკველში ქვემოთ 10 მილიონამდე მუხის და ლარიქსის ხის ბოძია და ჰაერთან კონტაქტის არქონის გამო ეს ხე წყალში კი არ მყება, არამედ მინერალიზდება, ქვაზე უფრო მკვრივი და გამძლე ხდება. ვენეციაში უშუალოდ სახლები, რომელიც წყალს ეხება, მათი საძირკველი მოპირკეთებულია თეთრი ქვით. ეს ქვა ისტორიული ქვა არის, რადგან ის წყალს საერთოდ არ ატარებს და არ აძლევს საშუალებას, რომ აგურის კედლებში სისხლძარღვისებურად შევიდეს და შიგნიდან გამოფიტოს კედლები. იმისათვის, რომ შენობები შლამში არ ჩაეძიროს, ვენეციელი ინჟინრები სიმსუბუქის პრინციპს იყენებენ, რაც ძირითადად გამოიხატება ორ რამეში, ანუ თხელი კედლები და რაც შეიძლება მეტი ფანჯარა, ანუ რაც უფრო ფანჯარა აქვს ბუნებრივია შენობას, მით უფრო მსუბუქია. რაც აი ამ მოედანზე შენიშნება ისე თათო მოატრიალი აქეთ თელ სივრცეზე გასდევს ფაქტიურად ფანჯრები შენობას. რამდენიმე სიტყვა ამ ჩამწკრივებულ სახლებზეც უნდა ვთქვათ. საერთო კედელი ზოგადად დისკომფორტთან ასოცირდება განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან სათანადო ხმის იზოლაციის არარსებობა სამეზობლო ურთიერთობებს ან ზედმეტად შინაურულს ხდის, ან პირიქით აგრესიის წყარო ხდება. გააჩნია რა ხმა გამოდის მეზობლიდან. თუმცა ამ ქალაქში საქმე სულ სხვაგვარადაა. ვენეციაში სახლები ერთმანეთზეა გადაბმული. აქ ვერ ნახავთ ცალკე მდგომ სახლს, მით უმეტეს ეზოთი. ამის შესახებ ცოტა მოგვიანებითაც გეტყვით, მანამდე კი რაც შეეხება ამ ჯაჭვურ სისტემას. მოკლედ, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი ერთმანეთის გამყარება. ანუ როგორც წესი ჩვენთან თუ მაგალითად მეზობელთან საერთო კედელი არასასურველ ფაქტად ითვლება, ვენეციაში ეს მადლობასაც იმსახურებს. ასევე აქ იშვიათად ნახავთ მარმარილოს მძიმე იატაკს. ანუ მის ნაცვლად იყენებენ სპეციალურ მასალას, ვენეციურ ტერასას. ეს არის მარმარილოს ნამცეცებისა და კირის ნაზავი, ის დრეკადია და როცა შენობა მოძრაობს, იატაკი არ იბზარება. შენობასთან ერთად თამაშობს. აქვე 90-იანების ვენეცია რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ასეთ დაძახებებს გავიგონებდით ფანჯრებიდან. ჯუზეპე! ამოდიდე, ჭამე და ჩახტი ისე. რადგან აქ ეზოები საკმაოდ დეფიციტურია. ვენეციაში ეზოები თითქმის არ არსებობს, ამიტომ ადამიანებმა გამოსავალს სახურავზე მიაგნეს. აქ შეხვდებით ხოლმე ისეთ პლატფორმებს, რომელსაც ალტანა ჰქვია და საკმაოდ დიდ ფუფუნებად ითვლება. ანუ ფაქტიურად ჩვენთან ბინასრომ პარკინგი მოყვება დაახლოებით ისეთი და იმაზე მეტი ბენეფიტია. მიუხედავად ამ ბიზანტიურ, გოთიკურ, რენესანსული არქიტექტურისა და იმ თეატრალურ შეგრძნებებისა, რაც ამ ქალაქში სეირნობის დროს გეუფლება, ვენეციაში ცხოვრება ძალიან რთულია. მაგალითად, აქ არ არის კანალიზაციის თანამედროვე სისტემა. სახლის ქვეშ არის საუკუნეების წინანდელი აგურის გვირაბი, რომელსაც გატოლი ჰქვია, სადაც გროვდება ნარჩენები და ზღვის დინების შედეგად იფილტრება.
ამიტომ არის ხოლმე სპეციფიური სუნიც, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. ამის გამო პირველი სართულები თითქმის არ გამოიყენება საცხოვრებლად. თუმცა ამის მიზეზი გარდა სუნისა წყალდიდობაც არის, შესაბამისად პირველი სართულები ძირითადად საწყობებად გამოიყენება. დღეს ვენეცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქია. ვენეციის ისტორიულ ცენტრში კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 5,000-დან 6,500 ევრომდე მერყეობს. ყველაზე პრესტიჟულ უბნებში კი, მაგალითად, როგორც არის სან მარკო ან დიდი არხის ხედიანი სახლები, ფასი 15,000 ევროსაც კი აჭარბებს. სხვათა შორის, ჩემი პირველი ვიდეოც ხედებთან დაკავშირებით იყო, თუ რატომ და როგორ აძვიროს კარგი ხედი უძრავი ქონების ფასს, ამიტომ ამის შემდეგ მაგ ვიდეოებსაც შეგიძლიათ შეავლოთ თვალი. მოკლედ ამ სიძვირის გამო და თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ვენეციაში რემონტი სამჯერ უფრო ძვირი და 10ჯერ უფრო რთული ადამიანები სისტემატიურად ტოვებენ საცხოვრებელს. წარმოიდგინეთ, ყველაფერი ნავებით მოაქვთ, ცემენტი და დაწყებული ავეჯით დასრულებული. ამას ემატება უმკაცრესი რეგულაციებიც, აქ მერიის კი არა და იუნესკოს ნებართვა გჭირდებათ, რომ თუნდაც ფანჯრის ფერი შეცვალონ. შესაბამისად, ადგილობრივები მასიურად ტოვებენ საცხოვრებელს და ამიტომ დღეს ვენეციაში უფრო მეტი ტურისტული საწოლია, ვიდრე მუდმივი მაცხოვრებელი. ვენეციის ლაგუნის კაშკაშა წერტილია კუნძული ბურანო. აქ ფერადი სახლები ქმნის ისეთ განწყობას, თითქოს რეალობიდან პირდაპირ ბავშვობის ზღაპრულ ილუსტრაციებში აღმოჩნდი. ახლა ვართ კუნძულ ბურანოზე, რომელიც თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით. ეს ზღაპრული ფერადოვნება კი არა მხოლოდ ესთეტიური ახირება, არამედ თურმე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი ყოფილა. ლეგენდის თანახმად, ადგილობრივი მეთევზეები და მეზღვაურები, როდესაც შინ ბრუნდებოდნენ, ძირითადად ეს იყო ღამით ან დიდი ნისლის დროს და აქ ნისლი იმდენად მკვრივია, რომ სახლები და ყველაფერი აბსოლუტურად ერთფეროვანი ხდება. შესაბამისად, ოჯახებმა გადაწყვიტეს, რომ საცხოვრებელი მკვეთრად განსხვავებული, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავებული ფერებით შეეღებათ, რათა მეზღვაურებს გააიოლებოდათ საკუთარი სახლის მიგნება. საინტერესოა ასევე ის ფაქტი, რომ ფლობელს დღესაც კი არ შეუძლია თვითნებურად სახლზე ფერის შეცვლა, თუ მას სურს, რომ სახლი გადაღებოს, აუცილებლად უნდა მიმართოს მერიას, რომელიც ისტორიული პალეტრიდან მხოლოდ იმ ერთადერთ ფერზე გასცემს უფლებას, რომელიც ამ სახლს ეკუთვნის. ხელოვნების ნამდვილი სამჭედლოა კუნძული მურანო. კუნძულზე სეირნობისას ყოველი ვიტრინა პატარა გალერეას გავს. აქ საუკუნოვანი საიდუმლოებები, რომლის გამჟღავნებისთვის სიკვდილით დასჯაც კი გემუქრებოდა, დღემდე ადგილობრივი ოსტატების ხელში ზუსტად იგივე ტექნოლოგიებით ცოცხლდება. ახლა გადმოვიდეთ კუნძულ მურანოზე, რომელიც ცნობილია შუშის წარმოებით, რაც საუკუნეების განმავლობაში ვენეციისთვის გასაიდუმლოებულ და ძვირფას ინდუსტრიას წარმოადგენდა. ეს არის ის ინდუსტრია, რომელიც გვიჩვენებს ისტორიას თუ როგორ აქცია ქალაქმა ტექნოლოგიური საიდუმლო სახელმწიფოებრივ პრიორიტეტად. მე-13 საუკუნეში ვენეციის ხელისუფლებამ შუშის ყველა ოსტატი აიძულა ფაქტიურად, რომ საცხოვრებლად სამუშაოდ კუნძულ მურანოზე გადმოსულიყო. ამის ოფიციალური მიზეზი ხანძრიშიში იყო, რადგან შუშის წარმოებას ძალიან ძლიერი ღუმელი სჭირდებოდა და მაშინ ქალაქი მთლიანად ხის შენობებით იყო წარმოდგენილი, ხოლო რეალური მიზეზი კი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა იყო. მურანოზე იზოლირებული ოსტატები ფლობდნენ საიდუმლო ფორმულებს, რომელიც იმ დროის მსოფლიოსთვის ფაქტიურად ჯადოქრობად ითვლებოდა. მათ შექმნეს პირველი გამჭვირვალე მინა, პირველი შუშის სარკე და ამ საიდუმლოების გაცემა ფაქტიურად იმ დროისთვის სახელმწიფოებრივ ღალატად ითვლებოდა. თუ რომელიმე ოსტატი კუნძულიდან გაქცევას და სხვა ქვეყნისთვის აი ამ ტექნოლოგიის მიყიდვას ან გაცემას დააპირებდა, ვენეციის საიდუმლო სამსახური მათ სიკვდილით დასჯიდა. ოსტატებს ჰქონდათ განსაკუთრებული პრივილეგიები, მაგალითად მათ შეეძლოთ აქორწინებულიყვნენ დიდგვაროვნების შვილებზე, თუმცა ფაქტიურად ეს წარმოადგენდა ოქროს გალიას, იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ უბრალოდ კუნძულის დატოვება ნებართვის გარეშე. დღეს მურანო შუშა ისევ ძველი ტექნიკით ხელით იწარმოება. თითოეული აქაური ნაწარმი არასდროს არ არის სიმეტრიული, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება, რაც ავთენტურობას და უშუალოდ ხელით წარმოებას უსვამს ხაზს. თუკი ვენეციის ყველაზე კაშკაშა წერტილია კუნძული ბურანო, არსებობს ასევე მეორე უკიდურესობაც. ყველაზე ბნელი ენერგიის მატარებელი კუნძული პოვენია. ეს არის ვენეციის ის მხარე, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკი არ უყვართ. დღეს ეს კუნძული მიტოვებულია და ტურისტებისთვის ის ოფიციალურად დაკეტილია. თავისი ამბით გამოირჩევა ასევე კუნძული პოველია, რომელზეც წასვლას დღეს არ ვაპირებთ და არც თქვენ არ გიჩვენთ, იმიტომ რომ ეს არის კუნძული, რომელიც დღესაც მსოფლიოში გამოირჩევა ერთ-ერთ ყველაზე დაწყებული ლოკაციად.
საუკუნეების განმავლობაში ამ კუნძულზე მარხავდნენ შავი ჭირით გარდაცვლილ ადამიანებს და სწორედ ამ ადგილზე უყრდნდნენ თავს. ამ ფაქტს უკავშირდება ასევე სიტყვა каранტინიც, რაც ვენეციური წარმოშობისაა და ნიშნავს 40 დღეს. სწორედ ამდენ ხანს აჩერებდნენ გემებს იზოლაციაში შავი ჭირის ეპიდემიის დროს, სანამ ქალაქში შესვლის ნებართვას მისცემდნენ. ამ პერიოდის სიმბოლოდ იქცა ასევე ჭირის ექიმი, თავისი დამახასიათებელი ნიღბით, რომლის გრძელ ნისკარტშიც ათავსებდნენ სურნელოვან ბალახებს და სპეციალურ მცენარეებს, რადგან ექიმები გარდაცვლილთა სუნისა და დაინფიცირებული ჰაერისაგან დაეცვათ. კაი იყო? კი, კაი არის. ვენეციის ქუჩების სივიწროვე გასაკვირი ნამდვილად არ არის. თუმცა არსებობს ისეთი ვიწრო ქუჩები, როგორებიცაა მაგალითად გერმანიაში შპროიერჰოფშტრასე, ქალაქ როთლინგენში, ინგლისი პარლამენტის ქუჩა ქალაქ ექსეტერში და ჩეხეთი, ეს არის ვინარნა ჩერტოვკას პასაჟი პრაღაში. ვენეციის ქუჩებში სეირნობისას კი გადააწყდებით ასევე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვიწრო ქუჩას კალე ვარისკოს. სიგანე სულ რაღაც 53 სანტიმეტრია და იძულებული ხარ რომ გვერდოვათია რომ მეც იძულებული ვარ რომ ჩათა მოიხსნა ხა და შევიდეთ. Let's go. მოგონი ისინი ჩვენთან არ არიან აღვხები. 8 წელმოხორციელი ადამიანები არ გვყოფა. სახელობის დაკვრა დავიწყოთ ასეთ ადგილებზე ჩვენთან. ავა. სასწრაფოა.